ცხოვრების თამაშის წესებს რო გაარკვევო, უკვე იმ ასაკში ხარ, რომ ვეღარ თამაშობ. სამყაროში შემოდიხარ და გხვდებიან შემფასებლები. ეს რა ქენი, რას გავხარ, ეს როგორ, ის რა დაგემართა, ეს როგორ ვიცით, ეგენა ჩვენ ვიცით სიყვარულის ენა. პირველ ეტაპზე ავტორიტეტი მოდის თავისით, მეორე ეტაპზე ავტორიტეტს შენ ირჩევ, ოღონდ გარეთ ირჩევ იმ ავტორიტეტს და მესამე ეტაპია, როდესაც შიგნით შემოყავს ეს ავტორიტეტი. შენი თავის დაფუძნებული ეს ახარ ფირმა თუ სააქციო საზოგადოება ხარ, სადაც ღმერთს ააქცილი და მშობლებს და მასწავლებლებს და მეგობრებს. საქციელი გძულს და ადამიანი გიყვარს. ატყუებ და მამა შენიო არა ხარ პრინცესაო. ესე მიმღებლობა იმ თვალსაზრისით, რომ თანხმობაში მოვიდეს საკუთარ თავთან. და მეორე ნაწილი კიდე ტყუილებს კბირდება. წარმოიდგინე, რომ ორი მრჩეველი ყავს, ერთი გეუბნება, რას გავხარ და არაფერი შენგან არ გამოვა, მეორე გეუბნება, რომ ხვალ იქნება სულ სხვა ცხოვრება და სულ სხვა მომავალი. ადამიანად ყოფაო სასტუმროს ყოფას გავს. ყოველდღე ახალი სტუმრები შემოდიან და გადიან.